აი, ამიტომ ვამბობთ, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუ დავაკვირდებით ზედა პაციენტის რენტგენს, ზედა ფრონტალური კბილები გამოწეული აქვს წინ, ქვედა ყბა შეწეული აქვს უკან, შევიწროებული აქვს სასუნთქი გზები, ასევე აქვს ადენოიდები და გადახრილი აქვს ხერხემლის ძვალი ზომაზე მეტად. თუ ქვედა რენტგენს დავაკვირდებით, ხერხემლის პოზიცია ნორმალურია. უბრალოდ ქვედა ყბა არის ძალიან დიდი და წინ გადმონაცვლებული, ზედა ყბა არის ძალიან პატარა და უკან გადანაცვლებული და ქვედა პაციენტის შემთხვევაში აუცილებლად საჭირო არის ორთოგნათიური ქირურგია, როდესაც ქირურგი ოპერაციის დროს ქვედა ყბას დააპატარებს, ზედა ყბას გაზრდის, წინ წამოწევს და პროფილი გახდება ჰარმონიული. ორთოგნათიული ქირურგიისთვის მომზადება სჭირდება დაახლოებით 2 წელი, იმიტომ რომ ქვედა ყბა როცა დიდია და წინ გამოწეულია, ქვედა ფრონტალური კბილები დგას, უკან დახრილი არის, ის ცდილობს ადაპტაცია გააკეთოს, ყველა კუნთი მუშაობს იმაზე, რომ ქვედა ფრონტალური კბილები დაიხაროს უკან და მიუახლოვდეს ზედა ფრონტალურ კბილებს. ეს არის იძულებითი გადახრა და ოპერაციის წინ ქირურგს სჭირდება, რომ ეს კბილები იყოს იდეალურად დახრილი ქვედა ყბის სიბრტყის მიმართ და ამიტომ ორთოდონტს სჭირდება, რომ ეს ქვედა ფრონტალური კბილები დახაროს წინ, პროფილი უფრო უარესდება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პირობა ქირურგიისთვის პაციენტის მომზადებისა. ასევე ზედა ფრონტალური კბილები ზეომაზე მეტად წინ არის დახრილი, ისინი ერთმანეთისკენ გადაიზნიქებიან და ზედა ფრონტალური კბილები უკან უნდა წავიღოთ. ძალიან ხშირად ამისო საჭირო ხდება ზედა ყბაზე 2 კბილის ამოღება და პაციენტებს ძალიან უპირთ თუ რატო ვიღებთ ჯანსაღ კბილებს. მაგრამ ეს აუცილებელი პირობა არის, რომ ქირურგიისთვის მოემზადოთ პაციენტი. რაც შეეხება ზედა პაციენტს, მიუბრუნდეთ ისევ მას, აქვს დიდი ზომის ადენოიდები, რაც აუცილებლად სასწრაფოდ ამოსაჭრელი არის, რომ პაციენტმა ისუნთქოს სწორად, არ ქონდეს პირი მუდმივად ღია. ძალიან ბევრ მშობელს გონია, რომ პირი ღია აუცილებლად არის აი ესე გაღებული პირი და ენა კბილებს შორის და ამტკიცებს, რომ ჩემს შვილს არ აქვს პირი ღია, მაგრამ პირი ღია აქვს მაშინაც კი, თუ რამდენიმე მილიმეტრით აქვს ტუჩები ერთმანეთზე დაცილებული. ეს არის უკვე პირღიაობა და შერეული სუნთქვა, როცა პაციენტი სუნთქავს როგორც ცხვირით, ასევე პირით და მშობლებს ძალიან უჭირთ ამის შემჩნევა და აღიარება. ასევე შეიძლება ამ პაციენტთან თან დართული იყოს მავნე ჩვევები, თითის წოვა, ენის წოვა, ენის არასწორი მდებარეობა, იმიტომ რომ ადენოიდები ხელს უშლის და ენა უნდა დაეშვას ქვევით, სხვა გზა არ არის. საერთოდ ნორმაში ენა ეხება ზედა ყბას და ზრდის მას, მაგრამ როგორც კი ადენოიდები გაიზრდება, ენა ნელ-ნელა ეშვება ქვევით და მხოლოდ ლოყები აწვება ზედა ყბას და იწვევს მის შევიწროებას და ზედა ფრონტალური კბილების წინ წამოსვლას. თუ ბავშვი პატარა არის და შევამჩნიეთ პირღიაობა, 1 მილიმეტრითაც რომ პირღია უნდა ღია ქონდეს, ესე იგი რას აკეთებს მშობელი? სასწრაფოდ საჭირო ყელყურის კონსულტაცია, იმიტომ რომ თუ ამის მიზეზი არის ადენოიდები და ადენოიდებს მოვაცილებთ და ბავშვი ისწავლის სწორ სუნთქვას, შემდეგ საქმეში ერთვება ლოგოპედი და ასწავლის ენის სწორ მდებარეობას, მაშინ მოსალოდნელია, რომ თანკბილვა მკვეთრად გაუმჯობესდეს ორთოდონტის გარეშე. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ქვედა ყბის შემთხვევაში, რაც არ უნდა ღამის ქუდი, რაღაც განსაკუთრებული მოწყობილებები, კბილების ამოღება, ყბათა შორისი ჭიმები ვაკეთოთ. აქ უკვე გენეტიკურად განსაზღვრული არის, რომ ქვედა ყბა გაიზრდება ძალიან დიდი და ვერავითარი მოწყობილობა ამას ვერ შეაჩერებს. ველოდებით 19 წლის ასაკს და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება ორთოგნათიული ქირურგია, როდესაც ქირურგი ორივე ყბას გადაჭრის და გადაანაცვლებს სივრცეში იმის მიხედვით, რომ შექმნას ახალი სახე.
ხანდახან ისეც ხდება, რომ ზედაყბის ჩამორჩენასთან ერთად ზედაყბა სიგრძეში ჩამორჩება ზაში, ამას გვეუბნება ეს რენტგენი, ამასთან ერთად ზედაყბა შევიწროებულიც არის. ამ შემთხვევაში ტარდება ორი ოპერაცია. ერთი ზედაყბის ქირურგიული გაფართოება, რომელიც ტარდება ნებისმიერ ასაკში, არ ველოდებით 19 წელს. ასეთ შემთხვევაში ზედაყბის ძვალი ოდნავ გამოიზნიქება წინ და პროფილი გაცილებით უკეთესად გამოიყურება, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება მეორე ოპერაცია, რომელიც კეთდება 19+ ასაკში, როდესაც ზედაყბის ძვალი მოდის წინ, უკვე გაფართოებულია, მაგრამ მოდის წინ და ქვედაყბის ძვალი პატარავდება და გადანაცვლდება უკან. თუ პაციენტის ყბები ან ძალიან დიდია, ან ძალიან პატარა არის, ორთოგნათიური ქირურგიით ხდება მისი ზომების და მდებარეობის შეცვლა.